შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჯგუფურად პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. უწყების ცნობით სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ ინსპექტორთან, რის შემდეგაც ჯგუფურად თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას. ირანში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებზე დაყრდნობით CNN წერს, რომ თეირანის ქუჩებში ხალხმრავლობა და ძალადობა იყო. მედიასთან მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საავადმყოფოში ერთმანეთზე დაწყობილი გვამები ნახეს. საპროტესტო გამოსვლები 28 დეკემბერს თეირანის ბაზრებში ინფლაციის წინააღმდეგ დაიწყო და მალევე გავრცელდა ქვეყნის მასშტაბით. ამ დროისთვის აქციები უკვე 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია 2600 აქტივისტი, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობის დაზუსტება ვერ ხერხდება. პარასკევს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააფრთხილა. ამის შესახებ როიტერსი წერს, ქვეყანაში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება, ხელისუფლებამ კი მზარდი არეულობის შესაჩერებლად ინტერნეტი გათიშა. ტრამპმა, რომელმაც გასულ ზაფხულს ირანი დაბომბა და თეირანი გასულ კვირას გააფრთხილა, შესაძლოა დემონსტრანტებს დაეხმაროს. პარასკევს ახალი განცხადება გაკეთდა. უმჯობესია სროლა არ დაიწყოთ, თორემ ჩვენც ვისვრით. იმედი მაქვს, ირანში მომიტინგეები უსაფრთხოდ იქნებიან, რადგან ახლა იქ ძალიან საშიში ვითარება. თუმცა ხუთშაბათს ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არაპირებს შეხვდეს რეზა ფეჰლავის. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ოპოზიციის ლიდერის მხარდაჭერამდე ის მოვლენების განვითარებას ელოდება. მიმდინარე პროტესტი ირანის სასულიერო მმართველობისთვის ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია, როგორც უცხოური მედია წერს. ძიმე ეკონომიკური ვითარებისა და გასულ წელს ისრაელსა და აშშ-თან ომის შემდეგ რეჟიმი უფრო მოწყვლადია ვიდრე წინა არეულობების დროს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროტესტი ეკონომიკას უკავშირდებოდა, მოგვიანებით ლოზუნგები უშუალოდ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული გახდა. ირანის ხელისუფლების განცხადებით, ამერიკის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონული სამხედრო ბაზები მათი სამიზნეები გახდებიან. ამერიკამ შესაძლოა ვენესუელას წინააღმდეგ დაწესებული დამატებითი სანქციების ნაწილი უკვე მომავალ კვირას მოხსნას. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს როიტერს ამერიკის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განუცხადა.